მიდან გადაიღე კოლონა. არა, გაუსწარი კოლონა, ფერმიდი ხარ? არაფერი, მე გაუსწარი კოლონაზე, კოლონიდან დაიწყე, ესე და გადაიღე მიდი. აიღე. მიდი ხარ? ახლა არის 19 მარტი, ფაიას დღესასწაულების ბოლო დღეა და დღეს უნდა დაწვან ეს ფაიასები და მე და თოკო მივდივართ მორიგი ფაიასის სანახავად. ხო და გზად მოდი რა განახო რა, მოდი საოცრება უნდა განახო. სხვა დროს, სხვა პერიოდში შეიძლება ეს მაღაზია არის გახსნილი სპეციალურად ამისთვის რა. მოდი. ესე იგი, ფეირვერკებს ქვია ესპანურად პეტარდერია, პეტარდები რა. და პეტარდერია არის მაღაზია, სადაც იყიდება ეს ფეირვერკები და რიგი დგას. სადმე გინახავთ ფეირვერკების მაღაზიასთან დგას რიგი. მთელი თვე ხო აფეთქებენ და რითვერდაც არის და დღესაც უნდა აიკლო ნაკაურობა მოკლედ. წავედი, წამო ის ერთ-ერთი ფაიასი განახო კიდე, მოდი. ერთ-ერთ ფაიასთან ვართ ახლა. ხო და ფაია არის თვითონ ეს ფაია ჩირაღდანს პირდაპირ თარგმანში და მოკლედ აი ესეთ სკულპტურებს ეძახიან, რომელიც გაზაფხულის მოსვლას, ბუნების ხელახლა გაღვიძებას, ცხოვრების ხელახლა დაწყებას და ასე შემდეგ ეძღვნება რა. ფაქტობრივად ესპანელები ამ დღესასწაულით იწყებენ წელს. ეს არის ამათი ახალი წელი და ყველაფერი. მოკლედ როგორც გითხარით რა, ერთ-ერთი ფაიასის კანდაკებასთან ვართ მოსული აქ. საკმაოდ ლამაზად გამოიყურება. როგორც გითხარით, ეს არის სავსე მთელი ვალენსია, არის სავსე აბსოლუტურად ყველა კუთხეში, ყველა უბანს, ყველა რაღაცა პატარა კოლექტივს აქვს გაკეთებული სამეზობლოს თავთავისი ფაიასები და ამათი მერე შეჯიბრი მიდის რა, როგორც გითხარით. ესე იგი, არის დიდიც, არის საბავშვო არის იქით კიდე იქით აბა ოპერატორს ხოვრო კადრი გაასწოროს იქით არის პატარა და აბსოლუტურად ყველა 100 მეტრში, ყველა კუთხეში და ყველა გადაკვეთაში ესეთი ფაიასებია. როგორც გითხარით, ეს ფაიასები არის ჩირაღდანს ნიშნავს, საღამოს ეს ყველაფერი დაიწვება, მხოლოდ 1 მარტიდან 19 მარტამდე მიმდინარეობს ეს ფესტივალი, ეწყობა სხვადასხვა კონკურსები, ერთმანეთს ეჯიბრებიან, უკვე ფიქრობ დღეს გამოვლენილია უკვე გამარჯვებულები და მიუხედავად ყველაფრისა, ყველას დაწვა ემუქრება. ესე იგი, როგორც გითხარით რა, ამ ყველა ფაიასის გვერდზე არის მერე იქით კარვები, აი შეგიძლია იქით მიატრიალო მარცხნივ ესეთი კარვებია, სადაც ყველა პატარა ჯგუფი, პატარა თუ დიდი ჯგუფი იკრიბება და ყოველ საღამოს შიგნით დღესასწაულობს და დროს ატარებს. ¿Esperamos por aquí o qué? No, que va a comer ya. ამოდ ერთ-ერთი დიდია, ვნახოთ არ გინდა? საკმაოდ დიდად გამოიყურება. ახლა მივდივართ ერთ-ერთი დიდი ფაიასკენ, რომელიც გზად ნახეთ.
ერთ-ერთ ცენტრალურ ადგილას ავართ ახლა ვალენსიის და რამდენი ხალხია, უბრალოდ კამერას რო ატრიალებ, ყველგან ხალხია საოცრად. ჩვენ სადაც ცხოვრობთ, რაც დგას, იმაზე დაახლოებით 5 ჯერ დიდია. ერთი ფიგურა მარტო იმხელა. გრანდიოზულია. ¿No la carne? ¿Sonar o no? ¿O será para acá? ოკეი. მოდი. ეს არის მეგობრებო ჩვენი გადაღებული კადრები. პირენეირად ახლოს ვერ მივედით, ისეთი საგიჟეთი ხდებოდა, ახსოვარი მსოფლიო მეგონა რომ იქ იყო ამის გადასაღებად. და იძულებული გავხდით გვესესხა კადრები ოფიციალური ტელევიზიისგან, რა წარმოდგენა რომ შეგექმნათ უბრალოდ რა ხდებოდა იქ. სრული ქაოსი, სრული საგიჟეთი, ძალიან ხმაური, ძალიან გრანდიოზული შოუ იყო. მაგრამ აგერ ჩემი გადაღებული კადრებით ხედავთ ახლა ჩვენ რაც გადავიყეთ კვამლიდან გადა ისეთი ხმაური იყო ყურებზე ხელები ყველა. თვითონ კადრებში მიწევს მეც ამის ყურება, თორე იქ ბევრი ვერაფერი დავინახე ვაღიარებ. ეს არის დარმასის სახლი გასწორების ზარება და ფესტივალია თვითონ მოვა ფესტივალში. პირველი კლასის ბილეთებით. მოკლედ 12:20 უკლია და ჩვენი ფაიას დროც მოდის. 12-ზე ყველა ფაიას დაწავენ და სხვაგან გადაღებას გვერჩივნა ისევ ჩვენი აენვიდან რო გადაგვეყვა. ესეთ სიტუაცია გვაქვს. დაახლოებით გადაღობები გააკეთეს დაახლოებით 50 მეტრში, საკმაოდ დიდი ცეცხლი იქნება. უსაფრთხოების ზომებს იცავენ. ესეთი სიტუაციები გვაქვს ქვემოთ. ყველა მხრიდან აბსოლუტურად ჩაიკეტა. აგერ გადამღებიც კი ყავს აგერ აივანზე და ყველანაირად დიდი მოვლენის მომსწრები გავხდებით.
Tenía tanto de arte, tío, que... Mucha tanta verticalidad. Sí, vamos ya.